ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საქართველოს სალოტბარო სკოლების ფესტივალი გალა კონცერტით დასრულდა. ღონისძიება ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 95 წლის თავს მიეძღვნა. კონცერტში სხვადასხვა რეგიონის 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე მონაწილეობდა. ღონისძიებაზე შესრულდა საარქივო ჩანაწერები და აღდგენილი ქართული მრავალხმიანობის ტრადიციული გალობის, ქორეოგრაფიისა და ზეპირსიტყვიერების უნიკალური ნიმუშები. საღამოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე უძღვებოდა. ღონისძიება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. განსაკუთრებული დღეა, იმიტომ რომ ანზორ ერქომაიშვილის დაწყებული საქმე, რომელიც ძალიან კარგად გააგრძელა ფოლკლორის ცენტრმა და გიორგი დონაძემ და მთელმა დიდმა გუნდმა ფოლკლორისტების ესეთი კონცერტი დაგვირგვინდა 500 ბავშვი მთელი საქართველოს რეგიონებიდან, ამ სალოტბარო სკოლებიდან, რომელიც არის ჩვენთვის ყველაზე საამაყო პროექტი. ვულოცავ ყველა მშობელს, ყველა ბავშვს, რომელიც დღეს სცენაზე იდგა, ნამდვილად უნიკალურია მათი ეს გადაწყვეტილება, რომ თავიანთ პატარებს ასწავლონ ფოლკლორი და თავის ქვეყნის იდენტობა შეამეცნებინონ ბოლომდე. ეს ახალგაზრდები ერთი კვირის განმავლობაში აქტიურად რეპეტიციობდნენ იმისთვის, რომ დღევანდელი კონცერტი წარმატებით ჩატარებული და ისინი ღირსეულად წარდგარიყვნენ ჩვენი თბილისელი მაყურებლის წინაშე. და ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი, ესეთი უდიდესი ტრადიციების და უდიდესი ისტორიის სცენა, სადაც ისინი გამოვიდნენ, ეს იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი გამარჯვება ამ ახალგაზრდების. წელს სრულიად განსხვავებული პროგრამით, სრულიად აქტიურად მივიწყებული და უმღერებელი სიმღერების აღდგენით და გაცოცხლებით მიუძღვენით ბატონ ანზორის ერქომაიშვილის ხსოვნას. მადლობა კულტურის სამინისტროს, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ყველა მუნიციპალიტეტის მერიებს, ვინც ხარი დაუჭირა ამ პროექტის განხორციელებას.